მე გახლავართ ჩემს გაფუძნებაზე დანის მეოცე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი. მინდა მოგახსენოთ იმ დარღვევების შესახებ, რომელიც გამოვლინდა სხვადასხვა უბნებზე, სულ 36 უბანია ოლქში. კერძოდ 23 და 12 უბანზე აღმოჩნდა, რომ ხელმოწერილი ბიულეტენების რაოდენობაზე მეტია გაცემული, პირველ შემთხვევაში 23 უბანზე 2, მეორე შემთხვევაში 12 უბანზე 1. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ბიულეტენები გატანილი იქნა გარეთ და შეიძლება იგი სხვადასხვა კანონსაარჩევნო ცვლილებებისათვის იქნეს გამოყენებული დაუყოვნებლად. შემდეგი დარღვევა გამოვლინდა 34 უბანზე, იქ კომისიის წილისთვის გარეშე ჩაანაცვლეს კომისიის წევრი, რაც კანონდარღვევა და დაუშვებელი იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება. 24 უბანზე გადასატანი ყუთი დაბრუნდა, აღნიშნულია, რომ თითქოს 9 პირმა მისცა ხმა და ამ დროს არც ერთ ამ პიროვნებას უწყისში ხელმოწერა არ აქვს გაკეთებული. კანონის თანახმად აი ეს გადასატანი უბანი თავისი შედეგებით ექვემდებარება ბატონობას. აი ეს მინდოდა ძირითადში მომახსენებია. გარდა ამისა, გარკვეულად მინდა გამოვთქვა გულისტივილი იმის შესახებ, რომ ყველა უბანზე გამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა და გაიგო, რომ ისინი არც ერთი არ არის ჩართული და აღმოჩნდა და კანონი მას არ ავალდებულებს. თვლით და მიგვაჩნია, რომ თუ ისინი იმუშავებდა, გაცილებით შეუწყობდა ხელს არჩევნების ობიექტურად ჩატარებას და მის თვალსაჩინოებას. ჩვენ იმის გათვალისწინებით, რომ ყველა უბანზე წარმოდგენილი ყავს კომისიის წევრი, წარმომადგენელი და დამკვირვებელი, მათ აქვს თავიანთი კომპეტენცია და წარმომადგენლებმა ყველა უბანზე აი ამ ჩემი მიერ ჩამოთვლილ დარღვევებში შეიტანეს სათანადო საშიშროებები რეაგირებისათვის. იმედია, რომ ისინი რეაგირებული